21-22 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, უწმინდესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამუშაო საათები იცვლება. გადაადგილება იქნება უფასო. კერძოდ, თბილისის მეტრომ მგზავრებს 22 მარტის ჩათვლით ღამის 2 საათამდე მოემსახურება. 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსების და მიკროავტობუსების სამუშაო საათებიც. შაბათ-კვირას 21-22 მარტს დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა, როგორც გითხარით, იქნება სრულიად უფასო. ასევე მთავრობის ინფორმაციით დაინიშნა უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. მგზავრებს უფასოდ ემსახურება საქართველოს რკინიგზაც. სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით მათ მეტროსადგურ ავლაბრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ, უკან დაბრუნება კი გონიაშვილის ქუჩით. 19 მარტიდან 24 საათიდან გაგრძელდა მეტრო მუშაობა 20 მარტის 2 საათამდე და დღეს 20 მარტს ჩვენ ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტს, ავტობუსებს და მიკროავტობუსების მუშაობას გავახანგრძლივებთ ხვალინდელი 21 მარტის 2 საათამდე და ამასთან მეტროსადგურიც იმუშავებს ღამის 2 საათამდე, ხვალინდელი დღის 2 საათამდე ესე იგი. რაც შეეხება 21 და 22 მარტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობისთვის ზოგადად იქნება უფასო. ასევე უფასო იქნება მეტროპოლიტენის მიკროავტობუსები, ავტობუსებიც. რაც შეეხება სამუშაო დროების გახანგრძლივებას, ხვალ ასევე იგეგმება 21 მარტს საღამოს 24 საათიდან მეტროპოლიტენის მუშაობის გაგრძელება 2 საათამდე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაგრძელება 23 საათიდან 22 მარტის 2 საათამდე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობას შევქმნათ შეძლების დაგვარად კომფორტული გადაადგილების საშუალება. სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. სპეციალური რეჟიმები მოქმედებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა პატრიარქთან გამომშვიდებება და მისი ხსოვნისთვის პატივის მიღება შეძლონ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით, საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით, გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით, წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე შეზღუდულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით, დმანისის, ვახტანგ მე-6-ის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ ავლაბრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. თბილისში უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოდიან მოქალაქეები და სასულიერო პირები. ფოთის ეპარქია ჩამოვა დედაქალაქში დღეს, ხოლო მუნიციპალიტეტის უფასო ტრანსპორტი ადგილობრივებს უკვე ხვალ და ზეგ მოემსახურება. პირველესად უსამძიმრებ ჩვენს ეკლესიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას. ამასთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის ეპარქიიდან სამღვდელოება და მრევლი დღეს პირველ საათზე მივემგზავრებით თბილისში, რათა გამოვემშვიდობოთ და უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ჩვენი ეკლესიის მწყემსთავარი. შევთხოვ უფალს, რომ მართალთათა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული და ყველა იმ ადამიანის ლოცვა შეისმინოს, ვინც მას ავედრებს მაღალ შემოქმედს, მაღალ ღმერთს. კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პანაშვიდს და დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს 21 და 22 მარტს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. აჭარიდანაც მსურველებს მუნიციპალიტეტებში მოუწოდებენ, რომ დროულად გაიარონ რეგისტრაცია. ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სახელით წოხარებას გამოვთქვამთ ჩვენ პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებთ სრულიად საქართველოს. ამასთან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და აჭარის მთავრობის ხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს პანაშვიდზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას. უფასო ტრანსპორტირება განხორციელდება 21 მარტს
დილის 5 საათზე დაბა ქედაში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან. ასევე აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული არის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე. შახევის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტით გადაადგილებას ჩვენი მოქალაქეებისა ულწმინდესის პანაშვიდზე დასასწრებად. ტრანსპორტი განლაგდება მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 21 მარტს დილის 5 საათზე იქნება გასვლა. მოქალაქეებს ვთხოვთ, რომ წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია, რათა ორგანიზებულად მოხდეს გამგზავრება. უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეებს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონიდაც მოემსახურება უფასო ტრანსპორტი განრიგის და მარშრუტის შესახებ ინფორმაცია განთავსებული არის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებზე. დამატებითი რეისები ზუგდიდიდან და ფოთიდანაც დაინიშნა საქართველოს რკინიგზის მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 21 და 22 მარტს რეგიონებიდან ტრანსპორტირება მოქალაქეებისათვის უფასო იქნება. ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა უზრუნველყონ მოქალაქეთა ორგანიზებული გადაადგილება თბილისში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას ჩვენი პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სრულიად საქართველოს.